მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს 27 იანვარია, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეების სპორტის შესახებ განახლებულ ინფორმაციებს მოგაწვდით. დავიწყოთ პირველში იმით, რომ ხორვატიასთან ძალიან ძიმე დრამატულ ბრძოლაში ფუტსალის ნაკრებმა, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ფრეი ითამაშა. ფრეის შემდეგ მეორე ტურის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მოუგროვდა 1 ქულა. საქართველოს ნაკრებს კი ძალიან პრინციპული მატჩი ელოდება 29 იანვარს რუის ნახევარზე საფრანგეთის წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებს კი თეორიული შანსი დაიტოვა და ჩვენთვის კარგი ამბავია ეს თეორიული შანსი დაიტოვა იმის, რომ პლეი-ოფში მოხვდეს ევროპის ლიგისა. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, უცებ გეტყვით პრემიერ ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედმა უკვე გაანაგრძობს მოგებების სერიას. მანჩესტერ იუნაიტედმა ამჯერად არსენალს მოუგო და მანჩესტერ იუნაიტედს მხოლოდ 12 ქულა აქვს ჩამორჩენა ჩემპიონ არსენალთან. პრემიერ ლიგაში უფრო საინტერესო მატჩები გველოდება დარჩენილი მატჩებისა. ეხლა როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ სიტიმ მხოლოდ ჩემპიონ არსენალთან 5 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა. როგორც მოგეხსენებათ, სერიაში ასე გამოიყურება სიტუაცია. სერიაში ნაპოლისთვის ძალიან დამძიმდა მდგომარეობა. ნაპოლმა უკვე ზედიდეთ გააფუჭა და ძალიან გაანიავა ეს მატჩი. ნაპოლი კი ტურინის იუვენტუსთან 3-0 დამარცხდა და ტურინის იუვენტუსმა კი შეამცირა 1 ქულამდე ჩამორჩენა ნაპოლთან. სერიაში როგორ განვითარდება მოვლენები დარჩენილ ტურებს განმავლობაში, თუმცა ხმამაღალი განცხადება აქვს გაკეთებული უკვე ხმამაღალი ნათქვამი აქვს, რომ მილანის ინტერს 9 ქულიანი უპირატესობა აქვს და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეხლა კი რა შეეხება დღეს დარჩენილი მატჩები, ჩემპიონთა ლიგის მატჩები, რომელიც საინტერესო მატჩები იქნება. ვირიალს უკვე ლევერკუზენზე შეხტება და იმედია ამ მატჩს მაინც მოიგებს პრესივში, რომელიც თბილისის დროის საღამოს 12 საათზე გაიმართება. დანარჩენი რა შეეხება, სამწუხაროდ ვირიალს შანსი არ დარჩა იმის, რომ პლეი-ოფში მოხვედრილიყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ და ლაიქით, გააზიარეთ მაქსიმალურად.